ახალი წლისთვის პოლიტიკოსებიც ემზადებიან, ისინი საზოგადოებასა და მეცხრე არხის თანამშრომლებს 2013 წლის დადგომას ულოცავენ და ახალ წელს უკეთესი მომავლის იმედით ხვდებიან. მოხარული ვარ, რომ მაქვს ბედნიერება ჩემს საყვარელ მეცხრე არხს მიულოცო ახალი წელი, შობა, დამდეგი და თქვენი საშუალებით მთელი ჩემი ქვეყნის მოსახლეობას. მეცხრე არხელებს უსურვებ დიდ გამარჯვებებს, დიდ წინსვლებს. მეცხრე არხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი გამოჩენა, მაშინ როდესაც ინფორმაციის შიმშილი იყო მთელს ქვეყანაში და გამოჩნდა მეცხრე არხი და რაღაცა დაბალანსდა. მეცხრე არხი რაც გამოჩნდა, იმის მერე ტემპებს უმატებს. ყველას მინდა მიულოცო დამდეგი ახალი წელი. ახალი წელი ყოველთვის არის დაკავშირებული იმედებთან, რაც უკეთეს სრულებებთან, პრობლემების მოგვარებასთან. ძალიან მინდა მე როგორც რიგით მოქალაქეს ამ ქვეყნის, რომ აი ამ პოლიტიკური პერიპეტიების შემდეგ, რაც საქართველოში იყო წინა 2012-ში და რამაც მნიშვნელოვანი პერსპექტივები გააჩინა კიდევ უფრო უკეთესი ქვეყნისათვის, მინდა რომ ეს არ დაიკარგოს. ულოცავ მთელ საქართველოს, უსურვებ მშვიდობიან გამთლიანებას ჩვენი ქვეყნის, მშვიდობას, წინსვლას, აყვავებას, ნორმალურ გზაზე განვითარებას და იმ მიზნების მიღწევას, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანას. გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს, წარმატებები მინდა უსურვო თქვენს ტელევიზიას, თელ ქართულ ხალხს და დიდი იმედი მაქვს, რომ 2013 წელი იქნება სრულიად განსხვავებული, იქნება ამაღლებული, ბედნიერი. გილოცავთ, მინდა მიულოცო თქვენი არხის ყველა მაყურებელს, ყველა გულშემატკივარს და უსურვო საქართველოს მოსახლეობას, რომ ასრულებოდეთ ის სურვილები, რასაც ახალი წლის წინ ჩაეფიქრებენ.